ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2019 წელი ამოცანა ნომერი 38. ძელა კი ბიძგით გააცურეს 3 მეტრწამს საწყისის სიჩქარით ჰორიზონტალურ სიბრტყეზეო მოცემული გვაქვს. საწყისის სიჩქარე ამ სხეულის არისო ვენული უდრის 3 მეტრწამს. რის შემდეგაც იგი გაჩერდა 0.4 წამშიო, რადგანაც გვეუბნებია რომ გაჩერდეს იგი საბოლოო სიჩქარე გახდომია 0-ის ტოლი და ეს გაჩერების დრო t უდრისო 0.4 წამს. თავისუფალი ვარდნის აჩქარება ჩათვალეთ 10 მეტრწამ კვადრატის ტოლათო, ეგეც მოგვახსენეს ბოლოში აქ და გვეკითხებიან ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ ხახუნის კოეფიციენტი ძელაკისა და სიბრტყის ზედაპირს შორის. ესე იგი მიუს გვეკითხებიან, გამოდის. აი თავიღოთ ახლა ჰორიზონტალური ზედაპირი, მასე მოვათავსოთ რაიმე სხეული. პირობითად m მასის სხეული იყოს. ახლა ამ m მასის სხეულზე მოქმედებს mg სიმძიმის ძალა, გემოთმიმართული, აგრეთვე საყრდენის რეაქციის ძალა n. დაძვრის შემდეგ აგრძრებოდა ხახუნის მაქსიმალური მნიშვნელობა f ხახუნი ზედაპირსა და ამ სხეულს შორის. გარკვეული f ძალით ბიძგით გააცურეს, შესაბამისად ამაზე მოქმედებს გარკვეული f ძალა. საწყისის სიჩქარე არის ვენულიო, მივანიშნოთ ეგეც ვენული. გამომდინარე იქიდან რომ სხეული გაჩერდა, შესაბამისად აჩქარება, ანუ სიჩქარის ცვლილება იქნება მიმართული ამ მოძრაობის საწინააღმდეგოდ, ეს იქნება აჩქარება, ასე მიმართული. მოდი პარალელურად x ღერძიც შემოვიტანოთ. ეს იყოს x ღერძი, ასე მიმართოთ მოძრაობის მიმართულებით. და გამომდინარე იქიდან რომ ახლა ეს მოძრაობა არის თანაბარ აჩქარებული, შესაბამისად v ტოლი იქნება v0 + at. ხო? კი ბატონო, ახლა მოდი დავაგეგმილოთ x ღერძზე. v-ს გეგმილი, v0 არის, შესაბამისად გეგმილის 0 ექნება, ესე იგი 0 უდრის. v0x იქნება v0 და x ღერძი ერთის გასწრება, შესაბამისად ეს იქნება ტოლის v, მოდი დავწეროთ და მე გადავიდეთ ჩვენ რიცხვით მნიშვნელობებზე plus axt. ესე იგი 0 უდრის, v0x არის 3 მეტრწამი, შესაბამისად v0 და x ღერძი ერთის გასწრება და 3 გვექნება აქა. ამას გამოვაკლდება, რადგანაც a და x ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის ax-ი. ასე და ეს გამრავლდება დროზე, დრო კიდე 0.4-ია, 0.4-ზე. საიდანაც რა გამოგვივა? გამოგვივა ჩვენ რომ ax-ი ტოლი ყოფილა 3 გაყოფილი 0.4-ზე, ასე. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ვეძებთ ახლა ხახუნის კოეფიციენტს და მოდი ასე მოვიქცეთ. რადგანაც სხეული მოძრაობს, შესაბამისად ამ სხეულზე მოქმედებს f ძალა, რომელიც სიდიდის თავისუფლი f ხახუნის ტოლი არის, სიდიდეზე აქვს საუბარი. და ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, ეს თავისუფლი ტოლი არის მასისა და აჩქარების ნამრავლის. კი ბატონო, ახლა ხახუნი თუ გავითვალისწინებთ ხახუნის მნიშვნელობას μ(n), ხო, μ(n) უდრის m-ას აქედან გამომდინარე, n არის mg, რადგანაც y ღერძი ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრაობა არა გვაქვს, n და mg სიდით ერთმანეთის ტოლი არის, ამიტომ გვექნება μmg უდრის m-ას, m-ების შეგვიკვეცება და აქედან გამოგვდის რომ a მეონეფრული ტოლი ყოფილა μg-ს. და შევიტანოთ, აი აქ შევიტანოთ, ესე იგი ჩვენ რა გვექნება, აქედან ჩვენ გამოგვივა რომ μg ტოლი არის 3 შეფარდებული 0.4-ზე. ესე იგი 10 μ ტოლი ყოფილა 3 შეფარდებული 0.4-თან, საიდანაც μ-ისთვის მივიღებთ რომ μ ტოლი არის 3/4. კი ბატონო, ეს კი გამოგვდის, რომელი პასუხი 3/4 არის 0.75. შესაბამისად პასუხი იქნება e.